სუპერთაცის სარეკლამო რგოლები აუცილებლად სანახავ პროგრამებად იქცნენ. მათ თითქმის თვითონ შეჯიბრების ტოლფასი მნიშვნელობა აქვთ. ეს წელიწადში ერთადერთი დღეა, როცა მაყურებლები თამაშის შესვენების დროს ტელევიზორის ხმას არ თიშავენ ან საპირფარეშოში არ გადიან. ეს დიდი ბიზნესია და არცაა გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ სუპერთას მაყურებლის ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს. Richard Payne Red Scout-ის მმართველი დირექტორია. 30 წლის წინ ბევრი საშუალება არსებობდა, რომ ხმა ყველასთან მიგვეწვლინა. ადრე იყო დიდი სატელევიზიო პროგრამები და დიდ სანახაობებს ყველა უყურებდა. ახლა ასეთი მხოლოდ ერთია, სადაც წელიწადში 100 მილიონ ადამიანს მიაწვდენ ხმას. დიდ აუდიტორიას დიდი ფასიც ადევს. წელს სატელევიზიო დროის 30 წამი საშუალოდ $4 მილიონი ღირს. Is it worth spending $4 million? ღირს თუ არა 30 წამიან რეკლამაში $4 მილიონი გადახტავ. ფიქრობ ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რეკლამის შემკვეთს როგორი გეგმა აქვს დასახული. Ken Whitoni Advertising Age-ის უფროსი რედაქტორია. თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული გზავნილი, ან ტრადიციულად ყოველთვის სუპერთასის ეთერში განათავსებთ რეკლამას, ფიქრობ ეს გამართლებულია. თქვენ შეგიძლიათ საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს მიაწოდოთ გზავნილი. იყიდათ ჩვენი პროდუქტი, ის ამერიკაშია დამზადებული, ან შეგიძლიათ თქვენს აქციონერებს მიმართოთ ასეთი გზავნილით. ჩვენ ფინანსურად იმდენად მყარად დგავართ, რომ შეგვიძლია ასეთი დიდი სამარკეტინგო ნაბიჯის გადადგმა. ტრადიციულად Budweiser, Coca-Cola, Pepsi და საავტომობილო კომპანიები სუპერთასის ეთერში საკუთარი რეკლამების განთავსებაზე დიდ თანხას ხარჯავენ. Edwick-ის სარედაქციო საბჭოს უფროსი ჯეიმს კუპერი ამბობს, რომ ცნობადი სახეებით ერთვებიან ამ საქმეში. For the companies that use them, they buy instant recognition. ის კომპანიები, რომლებიც მათ იწვევენ, საკუთარი რეკლამისთვის უეცარ აღიარებას იძენენ. Bud Light-ის რეკლამაში Arnold Schwarzenegger-ს თუ იხილავენ, ადამიანები ამ რეკლამას ყურადღებას მიაქცევენ. Miley Cyrus-ი თუ გამოჩნდება, ის რეკლამა ყურადღებას მიიპყრობს. Payne ამბობს, რომ ეკრანის მომზირალი ამდენი თვალი რეკლამის ავტორებს ხარისხიანი პროდუქტის შექმნას აიწვიებს. You're in a competition to see whose commercial. აქ შეჯიბრის მონაწილე ხდები. აქ ირკვევა, ვისი რეკლამა მოიპოვებს მეტ მოწონებას, რომელ რეკლამას უფრო მეტი ადამიანი ნახავს, რამდენ და რომელ ჯილდოს მოიპოვებს. აქ შეჯიბრის კონტექსტში ხდება ყველაფერი და ცდილობ, რომ შენი რეკლამა ყველაზე დიდი იყოს და მის შესახებ ყველა ლაპარაკობდეს. That's why people sort of tend to be semi. ადამიანები ამიტომაც ასე ვთქვათ, ნაწილობრივ ფრთხილობენ და რეკლამაში იყენებენ ლეკვებს, ბავშვებს და მაიმუნებს. სუპერთასის კვირის რეკლამების უმრავლესობა უკვე ინტერნეტზეა განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებამდეს და შეჯიბრის შემდეგაც რეკლამის შემკვეთები ამით დამატებით ღირებულებას იძენენ. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.